ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლის ეზოში ღვაწლმოსილი პედაგოგის, დირექტორისა და საზოგადო მოღვაწის სეიდ ჯინჯიხაძის ბიუსტი დაიდგა, რომლის ინიციატივაც მისსავე შთამომავლებს ეკუთვნის. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის მეცნიერები, პროფესორები, მწერლები, პოეტები და მხატვრები შეიკრიბნენ, რომლებმაც პატივი მიაგეს აქტიური მოქალაქისა და სოფლის მოამაგის ხსოვნას. სეიდ ჯინჯიხაძის ბიუსტი მისმა შვილიშვილებმა, ღირსეული ოჯახის წარმომადგენლებმა თეიმურაზ და ნანა ძიციგურებმა დაამზადებინეს, რითაც უკდაუყვეს დამსახურებული პედაგოგისა და მათივე ბაბუის სახელი. ჩვენი საზოგადოება სეიდ ჯინჯიხაძისათვის სათანადო პატივის მიგებით პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებოდნენ თავიანთ ერს, თავიანთ ქვეყანას და ამ სახურების შედეგად დატოვეს კვალი, რომელიც როგორც ხედავთ ჩვენ დღეს საზოგადოებას ახსოვს და ეს არის მაგალითი მომავალი თაობებისათვის. დაიდგა ძეგლი იმ ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში აქ მოღვაწეობდა, პედაგოგი იყო, ღირსეული მოქალაქე იყო და მას მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა როგორც პედაგოგსა და როგორც სკოლის დირექტორს. ეს კარგი მაგალითია და თვალსაჩინო მაგალითია ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი მომავლისათვის, რომელსაც მივესალმებით. სეიდ ჯინჯიხაძე 1901 წელს დაიბადა სოფელ ნაბოსლევში და მთელი ცხოვრების მანძილზე ზრუნავდა საკუთარ სოფელსა და კუთხეზე. სწორედ ამ სახელთანაა დაკავშირებული არაერთი კეთილი საქმის ინიციატივა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მისი წვლილი საგანმანათლებლო სისტემაში. სეიდ ჯინჯიხაძის ხანგრძლივი მოღვაწეობა ორპირის საშუალო სკოლას უკავშირდება. 1944 წლიდან იგი ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, შემდეგ კი დირექტორი იყო. სოფელში, სადაც ძველი ხის სკოლა დაიწვა და ომის ქარცეცხლში ახალი სკოლის მშენებლობა ურთულეს პრობლემას წარმოადგენდა, მისი აქტიური ჩარევით სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოებაც ჩაერთო ამ საამაყო საქმეში. ცნობილი ფაქტია, რომ 60 ურემი ქვა და ხის მასალა მოსახლეობამ მეზობელი სოფლებიდან ჩამოიტანა. 1948 წლიდან სკოლა ექსპლუატაციაში შევიდა. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე სეიდ ჯინჯიხაძე ორპირის სკოლაში მოღვაწეობდა და პარალელურად მისი ისტორიის შესახებ საარქივო მასალებს აგროვებდა. მან შექმნა დიდი წიგნი, რომელიც ცოტა ხნის წინ მისმა შვილიშვილებმა გამოსცეს სახელწოდებით ორპირის სკოლა. სეიდ ჯინჯიხაძე 1983 წელს გარდაიცვალა და ნაბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია დაკრძალული, რომლის გადახურვის ინიციატორიც თავის დროზე თვითონვე იყო. ეკლესიის გასწვრივ მდებარე გმირთა მემორიალი და ობელისკიც მან დააარსა, ასევე სოფლის ბიბლიოთეკა. მასვე ეკუთვნის იდეა სოფლის ცენტრში ორპირის სკოლის 4-წლიანი ფილიალის შექმნის თაობაზე. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პირადად ჩემთვის, ჩვენი ოჯახისათვის, ასევე მე ვთვლი, რომ საერთოდ ამ კუთხისათვის, იმიტომ რომ დღეს გაიხსნა ძეგლი არა პიროვნულად ერთი ადამიანის, სეიდ ჯინჯიხაძის, არამედ გაიხსნა პედაგოგის, მასწავლებლის ძეგლი, რომელიც მე ვთვლი, რომ ეს პედაგოგობა ყველაზე დასაფასებელი პროფესია არის ამ ქვეყანაზე. ძენსაც კი ყავდა მასწავლებელიო, ეს ყველასთვის ცნობილი ფრაზაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ერთი შტრიხი მინდა გამოყო, რომ დღევანდელი გადასახედიდან ბაბუა 50-60 წლის წინ აკეთებდა იმას, რაც ეხლა არის ძალიან აქტუალური. კერძოდ, ეს არის ქართული სოფლის აღორძინება, ეს არის სამუშაო ადგილის შექმნა, ეს გახლავთ აწარმოე საქართველოში. აი ამას ყველაფერს ბაბუა აკეთებდა და ამის მაგალითი არის ის, რომ იმ დროს, როცა ბაბუა მოღვაწეობდა, ჩვენს პატარა სოფელში, ნაბოსლევში იყო დაწყებითი სკოლა, 4 კლასი, იყო არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, იყო წისქვილი, იყო მაღაზია, გადაიხურა ეკლესია და ეს ყველაფერი ურწყობდა ხელს იმას, რომ სოფელში ხალხი დაკავებული იყო და რადგან სოფელი არის საერთოდ ქვეყნის ქვაკუთხედი, ქვეყნის სიმბოლო, მას ეს თავისი წვლილი ჰქონდა. და ბაბუა არის მაგალითი იმისთვის, რომ საქმე აკეთო, არ არის საჭირო იცხოვრო მეგაპოლიში, იცხოვრო სამყაროს ცენტრში. შეგიძლია იცხოვრო შენს ლამას კუთხეში, არ მოწყდე შენს ხალხს და დატოვო ნათელი კვალი. აი ეს არის ჩემთვის სეიდ ჯინჯიხაძე. ეს იყო საზოგადო მოღვაწე, ეს იყო მისი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი, ადამიანების მოყვარული და მზრუნველი მისი ოკრივისთვის, მისი ორპირისთვის, მისი ნაბოსლევისთვის.
ეს იყო მისი უპირველესი მოწოდება, ცხოვრებისეული მოწოდება, რომ მას სასიკეთო საქმეები გააკეთებია მისი ქვეყნისთვის, მისი კუთხისათვის. და აი საზოგადოებამ პატივი მიაგო. გაიხსნა ღვაწლმოსილი ადამიანი სეითი ჯინჯიხაძის ბიუსტი. ამაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ასევე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. აგრეთვე ბატონი სეითის ოჯახის ინიციატივით მოხდა დამზადება ამ ბიუსტის. მას აქვს ასევე ოკრიბაზე მე-19 მე-20 საუკუნის დასაწყისზე აი ოკრიბის ისტორია დაწერილი რეალური ფაქტები, რომელიც არაა საჯარო ცნობილი და საინტერესო იქნებოდა ამ ფაქტების გასაჯაროება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი და ახალ ფაქტს აღმოაჩენდა საზოგადოება, ვინც ოკრიბაში ცხოვრობს. სეით ჯინჯიხაძის ბიუსტის გახსნის დღეს ერთ სასიამოვნო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მისმა შვილიშვილმა თეიმურაზ ძიძიგურმა სწავლაში მიღწეული წარმატებისათვის რამდენიმე მოსწავლეს სეით ჯინჯიხაძის სახელობის პრემია ფულად პრიზთან ერთად გადასცა. იგივე სპეციალური ჯილდო ორპირის სკოლის პედაგოგმა ფილოლოგმა დარეჯან ბაკურაძემაც მიიღო, რომელიც უკვე 33 წელია ამ სკოლასა და მომავალ თაობას დაუღალავად ემსახურება. ბატონი სეით ჯინჯიხაძე იყო საზოგადო მოღვაწე და ჩვენ ამით მისი ბიუსტის გახსნით პატივს მივაგებთ ყოფილ პედაგოგებს და ეს არის თვალსაჩინო მაგალითი ასევე ჩვენი მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო, წარმატებულმა მოსწავლეებმა და მიხარია რომ მეც მივიღე ჯილდო, ბატონმა თემურმა და სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა გამომარჩია და ეს სეით ჯინჯიხაძის სახელობის ჯილდოს პირველი მფლობელი რომ მე ვარ, როგორც მასწავლებელი, ჩემთვის მართლა უდიდესი პატივია, მიმიღია ჯილდოები. ცხადია, მაგრამ ეს რაღაცნაირად გამორჩეულია, სულთან ახლოს მოვიდა, რადგან მასწავლებლობას რომ გმირობად უთვლის მასწავლებელს ერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია რომ მასწავლებლობის ჯილდო მერგო მეც. დღეს კიდევ ერთხელ გავიგეთ იმის შესახებ, თუ რამდენად ღირსეულია ჩვენი სკოლა და რამხელა ღირსების მატარებელია იგი. ასევე ძალიან სასიამოვნოა ის რომ გადმოგცეს სტიპენდიები, იმიტომ რომ დაფასებაა ჩვენთვის. განსაკუთრებით ეს დღე დასამახსოვრებელია, იმიტომ რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ვართ და შესაბამისად აუცილებლად უნდა გაგვყვეს ადამიანს, როდესაც სკოლას ამთავრებ, რაიმე გაკვეთილი.